Podmelma episkoposma საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა მეუფე იაკობმა საქართველოსთან მიმართებაში გარეთ ჩარევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ორმაგ სტანდარტზე. ჩატარდა არჩევნები, ხო? ჩვენ ხო მაინც ვიცით, რომ ჩატარდა და 150 კაცი ავერჩია. ვიღაცამ თუ ზედმეტი ხმა არ მოიპოვა, რომ ვიღაცაზე მეტი ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეგ თავის პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან, მასე არ არის შედალოცულო. რუსთან თუ ენის ამბავი გავიტანე, როგორ უნდა მაჯობო რა ბალტიისპირელი იქნება, პოლონელი, უკრაინელი იქნება თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი თუ ბრიტანელი იმან საქმე არ არის ჩვენთან არჩევნები, როდის ჩატარდება, როდის არ პირდაპირ გეუბნებით რა. არ არის არც მაკრონის გადასაწყვეტი, არც არავის. მიტინგზე რაც ხდებოდა სამხარეს შეხედეს, მეორე მხარეს პოლიციას და იმას არ უყურებდა. და ისინი ამბობენ, რა მოხდა საქართველოში იღუპება, რა დემოკრატია იღუპება ყველაფერი. ცოტა ხნის წინ რა 1000-ზე მეტ კაცს კისრები დაჭრეს და ქუჩაში დახვრიტეს ისინი რა იმაში სირიაში. იმათი ლიდერები ევროკავშირის იმებზე მიიწვიეს. უკრაინა რუსეთის ომია. ჩვენ აფინანსებ ხალხის კვლას, ხო და მე იმას მეუბნები ჩვენთან მიტინგზე სისხლი დაიღო ჩვენ ხო არა ვუყურებთ, ხო? საფრანგეთში 11 კაცი მოკლეს მაკრონის დროს იმაში. ყვითელი ჟილეტების აქციები რომ ჩვენთან მადლობა ღმერთს რა, მადლობა ღმერთს რომ მაგე არ ხდება და რომ მეუბნები, ხო? შენი დაინახე რა, შენი დინგი დაინახე რა. აი ყოფილი პრეზიდენტი რა, მე იმის მიკვის. როდადი ხარ ესტონეთში და რაღაცას ვლაპარაკობ. დაგახსენდეს რომ დედა ხარ. შვილების დედა ხარ და სხვებსაც შვილები ყავს რა და ვისი სისხლით გინდა რაღაც გაკეთება.